ჩვენთან დემოკრატიის ხარისხი, მედია პლურალიზმის ხარისხი, მედიის თავისუფლების ხარისხი. გვაქვს უპირატესობაც კი ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანასთან შეიძლება უმრავლესობასთანაც კი. ირაკლი კობახიძის მტკიცება სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც დემოკრატიის, ასევე პრესის თავისუფლების ინდექსები საქართველოში გაუარესებულია და ევროკავშირის ქვეყნებს ჩამორჩება. საქართველოში თავისუფლების ინდექსი Freedom House-ის მონაცემებით 2023 წლიდან გაუარესებულია. ვიდემის დემოკრატიის ინდექსში 2024 წლიდან საქართველომ გადაინაცვლა საარჩევნო ავტოკრატიის მქონე ქვეყნების სიაში, სადაც ასევე არიან რუსეთი, უნგრეთი და სერბეთი. ყველა ევროკავშირის ქვეყანა უნგრეთის გამოკლებით დემოკრატიული სახელმწიფოების კატეგორიაში იმყოფება. რაც შეეხება პრესის თავისუფლების ინდექსს, რეპორტიორების აზრების გარეშე 2025 წლის ანგარიში ჩანს, რომ საქართველომ 2024 წლიდან, როდესაც ის 103 ადგილს იკავებდა მსოფლიო რეიტინგში, 114 ადგილზე გადმოინაცვლა. 2025 წელს პრესის თავისუფლების ინდექსის სიაში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ლიდერობენ. ევროკავშირის ქვეყნებს შორის რეიტინგში ყველაზე დაბალ 99 ადგილზე საბერძნეთია. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანია ამ ორი პარამეტრის, კერძოდ დემოკრატიის ინდექსისა და მედიის თავისუფლების ინდექსის განვითარება.